საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება ატომის ელექტრონული აღნაგობა, იგივე ელექტრონული კონფიგურაცია. კონფიგურაცია ქართულად აღნაგობას ნიშნავს. პირველ რიგში გავიხსენოთ ატომის თანამედროვე მოდელი. იმისათვის, რომ მივხვდეთ, როგორ არის განთავსებული ელექტრონები ატომში, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ წარმოგვიდგენია დღეს ჩვენ ატომის სტრუქტურა. მას ატომის თანამედროვე მოდელის მიხედვით ატომ გულში თავმოყრილი პროტონების და ნეიტრონების გარშემო, პროტონების და დადებითი პროტონები და ნეიტრონების გარშემო, ენერგეტიკულ დონეებზე, იგივე ორბიტებზე მოძრაობს ელექტრონები, მაგრამ ისინი არ მიუყვებიან ასეთ წრიულ კვალს, არამედ ისინი მოძრაობენ სივრცის კონკრეტულ ნაწილში, ეგრეთ წოდებულ ორბიტალებში. ორბიტალების 4 ტიპი განვიხილეთ. პირველი არის S ორბიტალი, გახსოვთ ალბათ წრიული ფორმით, სფერული ფორმის. მეორე არის P ტიპის ორბიტალი, ჰანტელისებრი ფორმის. მესამე D ტიპის ორბიტალია, რომელიც ორმაგ ჰანტელს გავს, მათი უმეტესობა. 5 ორბიტალიდან 4-ს ასეთი ფორმა აქვს და მეხუთეს ოდნავ განსხვავებული და F ტიპის ორბიტალი, რომლის ფორმის აღწერა შეუძლებელია ასეთ ბრტყელ ზედაპირზე და რომელიც შეგიძლიათ ეკრანზე იმიჯებში ნახოთ. პირველ რიგში სათქმელია, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ ენერგეტიკულ დონეზე მხოლოდ S ტიპის ორბიტალია, 1 ტიპის ორბიტალი. პირველი და 1 ტიპის ორბიტალი, ხო, ლოგიკურია. მეორე ენერგეტიკულ დონეზე 2 ტიპის ორბიტალია, S და P, აქ მხოლოდ S გვაქვს. მესამე ენერგეტიკულ დონეზე 3-იანი, ანუ 3 ტიპის ორბიტალი, გვაქვს S-იც, P-ც და D-ც და მეოთხე ენერგეტიკულ დონეზე, რომელსაც სრულად არ დავხაზავ, გვაქვს 4-ვე ტიპის ორბიტალი ჩამოთვლილთაგან. მეოთხე დონე, 4 ტიპის ორბიტალი. S, P, D და F. კიდევ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ერთ ორბიტალზე მხოლოდ 2 ელექტრონი თავსდება, მაქსიმუმ 2 ელექტრონი, რომელიც ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ბრუნავს. მაგრამ თითოეული ტიპის ორბიტალი შეიძლება ერთ ენერგეტიკულ დონეზე შეიძლება კი არა, არის სხვადასხვა რაოდენობით. S ტიპის ორბიტალი მხოლოდ 1-ია. მივაწეროთ S მხოლოდ 1-ია. P ტიპის ორბიტალი გვაქვს 3. D ტიპის ორბიტალი 5-ია, ანუ D ენერგეტიკული ქვედონე შედგება 5 ორბიტალისგან, P ენერგეტიკული ქვედონე 3 ორბიტალისგან, ხოლო S 1 ორბიტალისგან, და ბოლოს F ენერგეტიკული ქვედონე 7 ორბიტალისგან შედგება. შესაბამისად, რადგანაც თითო ორბიტალზე მხოლოდ 2 ელექტრონი შეიძლება მოთავსდეს მაქსიმუმ, S ქვედონეზე შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 ელექტრონი, ამას ასე აწერენ თავზე. ზედა მარჯვენა კუთხეში ინდექსის სახით, P ქვედონეზე რამდენი ელექტრონი შეიძლება მოთავსდეს, რადგანაც ასეთი 3 ორბიტალი შეიძლება იყოს P ქვედონეზე, თითო ორბიტალზე კი 2 ელექტრონია, მაქსიმალური რაოდენობა 6. D ტიპის ორბიტალები შეიძლება 10 ელექტრონს ითავსებდნენ და F ტიპის ორბიტალები 14. აი ეს საბაზისო ცოდნა თუ გვაქვს, უკვე ძალიან ადვილია გავიგოთ ელექტრონული აღნაგობის 3 ძირითადი პრინციპი. 3 პრინციპის მიხედვით ხდება ელექტრონების განთავსება ენერგეტიკულ დონეებსა და ქვედონეებზე, რომელთაგან პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ეგრეთ წოდებული უმცირესი ენერგიების პრინციპი, რასაც ასევე Aufbaus პრინციპს უწოდებენ. Aufbau გერმანულად მშენებლობას ნიშნავს. და აი რა ლოგიკა არის ამაში მოგახსენებთ. მშენებლობა იწყება ცხადია პირველი სართულიდან, როცა სახლის შენებას იწყებენ მშენებლები, შეუძლებელია დაიწყონ პირდაპირ მეორე სართულიდან, არა? პირველი სართულიდან თუ საფუძველი არ შექმნა, შემდეგი სართულები ვერ აშენდება. სწორედ ასევე ელექტრონებიც პირველ რიგში შედიან ყველაზე უფრო დაბალ ენერგეტიკულ დონეზე, ანუ პირველ სართულზე, პირველ ენერგეტიკულ დონეზე. ამის შემდეგ, როცა პირველ ენერგეტიკულ დონეზე ადგილი აღარ არის, მხოლოდ მას შემდეგ ადიან უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე. მეორე დონეზე ბრუნვას მეტი ენერგია ჭირდება. როგორც ყველა სხვა მატერიალური საგანი, უდაბლეს ენერგეტიკულ დონეს ესწრაფვიან ელექტრონებიც.
აი ეს აუფბაუს პრინციპი, ანუ უმცირესი ენერგიების პრინციპი არის განსაზღვრელი ელექტრონული კონფიგურაციისა. პირველი წესი. უკვე მარტო ამ წესზე დაყრდნობით შეგვიძლია დავწეროთ პირველი ელემენტის, თქვენთვის კარგად ცნობილი წყალბადის ელექტრონული აღნაგობა. რადგან ის პერიოდულ სისტემაში ნომერი 1-ია, ატომური ნომერი კი პროტონების რაოდენობას უდრის, ხოლო ნეიტრალურ ატომში პროტონების რაოდენობა ელექტრონების რაოდენობას უნდა უდრიდეს, მას გამოდის, რომ წყალბადს ვიცით, რომ ნეიტრალურ მდგომარეობაში 1 ელექტრონი აქვს. საწავა ეს 1 ელექტრონი. ბუნებრივია ის შევა პირველ ენერგეტიკულ დონეზე. პირველ ენერგეტიკულ დონეზე კი მხოლოდ ეს ქვედონე გვაქვს თავისი 1s ორბიტალით. მას ელექტრონული აღნაგობა ასე ჩაიწერება. პირველი ენერგეტიკული დონე, ეს ქვედონე თავისი 1 ელექტრონით. აი ეს არის წყალბადის პირველი ელემენტის ელექტრონული კონფიგურაცია, ელექტრონული აღნაგობა. ეს რიცხვები და სიმბოლოები კი უკვე იცით როგორ გაიშიფრება. პირველი რაც წერია წინ, კოეფიციენტი აღნიშნავს ენერგეტიკულ დონეს, ანუ ორბიტას. ესი არის ენერგეტიკული ქვედონის ტიპი. და ემთხვევა ეს ორბიტალის ტიპს, რა თქმა უნდა, და ეს 1 ზედა მარჯვენა კუთხეში პატარა ციფრი აღნიშნავს თვითონ ელექტრონების რაოდენობას. ელექტრონულ აღნაგობას დიაგრამის სახითაც გამოსახავენ. დიაგრამაზე თითოეულ ორბიტალს, ანუ სივრცის ნაწილს, რომელშიც მაღალია ელექტრონის არსებობის ალბათობა, აღნიშნავენ უჯრით, ასეთი ოთხკუთხა უჯრით, ხოლო ელექტრონს, რომელიც შიგნით ბრუნავს, აღნიშნავენ ისრით. მას წყალბადისთვის გვექნება 1 ის არის. 1 უჯრა, რომელიც ეს ორბიტალს აღნიშნავს და შიგნით 1 ელექტრონი. როგორ იქნება მეორე ელემენტის ელექტრონული აღნაგობა? ეს წყალბადია. მეორე ელემენტი გვაქვს ჰელიუმი 2 ელექტრონით. საწავა ეს მეორე ელექტრონი. პირველ ენერგეტიკულ დონეზე მხოლოდ ეს ორბიტალია, მაგრამ ამ ორბიტალში შესაძლებელია მეორე ელექტრონიც დაეტიოს. შესაძლებელია, იმიტომ როგორც თქვით, რომ ერთ ორბიტალში მაქსიმუმ 2 ელექტრონი ეტევა, მაგრამ ისინი საპირისპირო მიმართულებით უნდა ბრუნავდნენ. იგივე საპირისპირო სპინები უნდა ქონდეთ, ამბობენ, რაც ბრუნვის მიმართულებას ნიშნავს. საათის მიმართულებით და მეორე ელექტრონი იწყებს ბრუნვას საათის საპირისპირო მიმართულებით. მას ჰელიუმის ორბიტალი ასე გამოიყურება. ერთადერთი ორბიტალი, არა პირველ ენერგეტიკულ დონეზე. 1 ელექტრონი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით, მეორე საპირისპირო მიმართულებით. რატომ არის მნიშვნელოვანი საპირისპირო მიმართულებით ბრუნვა? მოდი ამაზეც თქვათ 2 სიტყვით. ელექტრონები, იცით რომ უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებია და შესაბამისად ისინი ერთმანეთს განიზიდავენ. მას როგორ ხერხდება, რომ ისინი ერთად მაინც თავსდებიან სივრცის ერთ პატარა ნაწილში? სწორედ აი ამ საპირისპირო ბრუნვის წყალობით არის ეს. საპირისპირო ბრუნვის შედეგად მათ მაგნიტური მიზიდულობა ახასიათებს. მათი მაგნიტური ველები ურთიერთმიიზიდება და ამიტომაც ხერხდება, რომ ელექტროსტატიკური განზიდულობა ბალანსდება მაგნიტური მიზიდულობით და ხერხდება, რომ სივრცის ერთ პატარა ნაწილში, ორბიტალში 2 ელექტრონი ბრუნავდეს. ამიტომ არის აუცილებელი მათი საპირისპირო მიმართულებით ბრუნვა. გადავიდეთ ახლა უკვე შემდეგ ელემენტებზე და განვიხილოთ მაგალითისათვის ბორი, ნომერი 5. მოდი ეს წავშალოთ წყალბადი და ჰელიუმით. ბორი არის რა ნომერი 5, აქვს 5 პროტონი, შესაბამისად 5 ელექტრონი, ამიტომაც უნდა განვათავსოთ ელექტრონულ ორბიტებზე და ორბიტალებზე 5 ელექტრონი, ნომერი 5. 5 ელექტრონი გვაქვს განსათავსებელი. ვიწყებთ პირველი ენერგეტიკული დონით. მოდი ჯერ დიაგრამა დავხაზოთ, დიაგრამის სახით. პირველ ენერგეტიკულ დონეზე გვაქვს მხოლოდ ეს ორბიტალი, 2 ელექტრონი მოთავს დამაში. მეორე ენერგეტიკული დონე ცოტა უფრო მაღლა დავხაზოთ, იმიტომ რომ მეტი ენერგია შეესაბამება. აქაც გვაქვს პირველ რიგში ისე ეს ქვედონე, თავისი 1 ორბიტალით და კიდევ გვაქვს p ქვედონეც. რამდენი ორბიტალი აქვს? 3, არა? p-ს აქვს 3 ორბიტალი, ამიტომ ვხაზავთ 3 უჯრას. p-ს ცოტა უფრო მაღალი ენერგია შეესაბამება, თუმცა p-ც არის იგივე ენერგეტიკულ დონეზე. ეს უკვე სხვა ქვედონეა, ამიტომაც ესთან შედარებით ეს პირველი ესია, ხო? ეს უკვე მეორე ესი. ეს არის მეორე p ქვედონე.
მეორე S-თან შედარებით მეორე P-ს ცოტა უფრო მაღალი ენერგია შეესაბამება. მოდი დავხატოთ, რომ ეს ენერგია ზემოთ იზრდება. მას 3P ორბიტალი გვაქვს. ორი ელექტრონი უკვე განვათავსეთ პირველ დონეზე, მეორე ენერგეტიკული დონის S ქვედონეზეც ორი ელექტრონი შეგვიძლია განვათავსოთ, დაგვრჩა ერთი ელექტრონი. ეს უკვე P ტიპის ელექტრონია. ეხლა ჩავწეროთ ეს ყველაფერი, ასე ნახაზის სახით ხომ არ დავტოვებთ მეცნიერული ჩანაწერი, ასეთი იქნება. პირველ ენერგეტიკულ დონეზე S ორბიტალი 2 ელექტრონით, მეორე ენერგეტიკულ დონეზე ისევ S ორბიტალი 2 ელექტრონით და ისევ მეორე ენერგეტიკულ დონეზე P ორბიტალი 1 ელექტრონით. აქ ერთიანებიც იწერება, ქიმიაში ხშირად ერთიანები არ იწერება რეაქციებში, მაგრამ აქ უნდა მიუთითოთ ელექტრონების რაოდენობა. ახლა განვიხილოთ შემდეგი ელემენტი, ქლორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ხშირად გამოყენებული. ქლორი არის ნომერი 17, ანუ აქვს 17 პროტონი და ელექტრონი, ქლორი, ნომერი 17. მას 17 ელექტრონი უნდა განვათავსოთ. მე ხლა არ დავხატავ ორბიტებს, პირდაპირ გავაკეთებ ჩანაწერს. პირველი ენერგეტიკული დონე, S ორბიტალი 2 ელექტრონით, მეორე ენერგეტიკული დონე, ისევ S-ით იწყება 2 ელექტრონით. შემდეგ მეორე ენერგეტიკულ დონეზე გვაქვს P ორბიტალები, ეტევა მაქსიმუმ 6 ელექტრონი, რადგან 3 ორბიტალია და მეორე ენერგეტიკული დონე შეივსო. P-ს გარდა ორბიტალები არ აქვს. მას გადავდივართ მესამე ენერგეტიკულ დონეზე, რომელიც ასევე S-ით იწყება, თავისი 2 ელექტრონით, თანამასობაში უნდა დავთვალოთ ელექტრონების რაოდენობა, უკვე 10 და 12 გამოგვივიდა, დაგვრჩა კიდე 5 ელექტრონი. მესამე ენერგეტიკულ დონეზე ბევრი ადგილი გვაქვს P ორბიტალები, რომელზეც მაქსიმუმ 6 ელექტრონი ეტევა, ასე რომ ჩვენი 5 ელექტრონის დატევა მას არ გაუჭირდება. ეს არის ჩანაწერი ქლორის ატომის ელექტრონული აღნაგობისთვის. კიდევ ერთი ელემენტი მინდა განვიხილოთ, რკინა, ეს არის ნომერი 26, რკინა პერიოდულობის ცხელში D ტიპის ელემენტია და რატო ქვია D ტიპის ელემენტი, ეხლავე გაიგებთ. მას რკინა ეს არის ნომერი 26. ხო, კიდევ ერთი არ მithქვავს, რომ ეს მაქსიმუმ 2 ელექტრონი რო ეტევა ერთ ორბიტალში, ამას ქვია პაულის პრინციპი, პაულის გამორიცხვის პრინციპი, რომ 2-ზე მეტი არ შეიძლება დაეტიოს და დაგვრჩა კიდევ ერთი პრინციპი, რომლის შესახებაც მოგახსენებთ. მას დავწეროთ რკინის ელექტრონული აღნაგობა. პირველი ენერგეტიკული დონე, ეს ყველაფერი სტანდარტულად მეორდება. ყველა ელემენტისთვის იგივეა, აღარ გავიმეორებ, მას 2S2, 2P6 3S2, 3P6, 4 შემდეგ მეოთხე S2 და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მესამე ენერგეტიკულ დონეზე D ორბიტალების შევსება. იმიტომ რომ D ორბიტალზე ბრუნვას უფრო მეტი ენერგია მიაქვს, ჯერ ივსება მომდევნო ენერგეტიკული დონის S-ი და შემდეგ ჩამოდის წინა ენერგეტიკული დონის D ორბიტალებზე. მას 3D და რამდენი ელექტრონი დაგვრჩა? 20 უკვე გვაქვს, დაგვრჩა 6 ელექტრონი. D-ზე მოგეხსენებათ 10 ელექტრონი ეტევა. მას 3D6. ახლა კი დადგა მესამე პრინციპის ახსნის დრო, რაც კარგი იქნება განვიხილოთ ელემენტ ნახშირბადის მაგალითზე. ნახშირბადი პერიოდულობის ცხრილში არის ნომერი 6. მოდი ეს წავშალოთ და ჩვენ ეს დიაგრამა ეგრევე დაგვჭირდება ამ პრინციპის ასახსნელად. ნახშირბადი ნომერი 6. აი ეს 6 ელექტრონი ცოტა არ იყოს არასტანდარტულად განლაგდება, ვიდრე ჩვენ აქამდე ვთქვით. ცხადია, პირველ ენერგეტიკულ დონეზე გვაქვს ეს 2 ელექტრონი, ერთი S-ი, თავისი 2 ელექტრონი. მეორე ენერგეტიკულ დონეც 2 ელექტრონით იწყება, მეორე S2 და ამ მეორე დონეზე გვაქვს 3P ორბიტალი, არა? დარჩენილი 2 ელექტრონი, აი ამ 3 ორბიტალში განლაგდება ისეთი პრინციპით, რომ მაქსიმალურად შეავსოს ყველა შესაძლო ორბიტალი. ერთი ელექტრონი ასე, ერთი მიმართულებით და მეორე ელექტრონი მეორე ორბიტალში შევა იგივე მიმართულებით. ამას ქვია ჰანცის წესი, ჰუნცის წესაც ამბობენ ქართულად, რომელიც ამბობს ჰანცის წესი გულისხმობს იმას, რომ
ერთ ენერგეტიკულ დონეზე და ერთი და იგივე ენერგეტიკულ ქვედონეზე ელექტრონები პირველ რიგში ერთი მიმართულებით იწყებენ ბრუნვას. ანუ ავსებენ ყველა შესაძლო ორბიტალს. წარმოგიდგენთ, რამდენად ლოგიკურია. ელექტრონები ხომ ერთმანეთს განიზიდავს. თუ აქ არის საკმარისი ადგილი, რომ ერთმანეთს სხვადასხვა ორბიტალებში განთავსდნენ, რატო შევა იგივე მუხტის მქონე ელექტრონი იმ ორბიტალში, რომელშიც უკვე არის ელექტრონი. ეს იგივე იქნებოდა, რაც ოთახში რომ ორი სავარძელი იდგეს და ორი ადამიანი შევიდეს ოთახში და ორივე ერთ სავარძელში ხომ არ ჩაჯდება, ჩაჯდებიან ცალ-ცალკე სავარძელში, არა? მით უმეტეს თუ ძალიან არ უყვართ ერთმანეთი, ისევე როგორც ელექტრონებს არ უყვართ ერთმანეთი იგივე მუხტის გამო. აი ეს არის ჰანსის პრინციპი. მაშინ ამ პრინციპის მიხედვით კიდევ ერთი ელემენტი განვიხილოთ. ეს იყოს აზოტი, მომდევნო ელემენტი. ძალიან მარტივია, ამას მე ახლიდან არ დავხაზავ. აზოტი არის ნომერი 7. ნომერი 7-ია. ეს შესაბამისად მე-7 ელექტრონი გვაქვს განსათავსებელი. მაშინ რითი განსხვავდება აზოტი ნახშირბადის ელექტრონული აღნაგობისგან მე-3 ელექტრონით, რომელიც რომელ ორბიტალში შევა თქვენი აზრით? არც ამაში და არც ამაში, იმიტომ რომ აქ უკვე ელექტრონები არა, შევა მე-3 ორბიტალში. მხოლოდ ამის შემდეგ უკვე მერვე ნომერი ჟანგბადი ნომერი 8, რომელსაც მერვე ელექტრონი აქვს, აი ეს მერვე ელექტრონი ჩაჯდება იმ ორბიტალში, რომელსაც უკვე არის, იმიტომ რომ აქ აღარ დარჩა თავისუფალი ორბიტალი. აი ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც ხდება ელექტრონული აღნაგობის დაწერა და თუ თქვენთვის ეს რთული აღმოჩნდა, ეხლა მე თქვენ გასწავლით შპარგალკას, ეგეთ წოდებულ შპარგალკას, მაგრამ ეს ისეთი შპარგალკაა, რომელიც ყველგან ნებადართულია და ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეხედეთ, როგორ შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმე ელექტრონული აღნაგობის დაწერისა. ჩამოვწერთ ჯერ ეს ენერგეტიკულ ქვედონეებს. 1S, რადგან პირველიდან იწყება 1S, 2S, 3S, 4, 5, 6S, 7S, 8S, თუმცა არ არსებობს მერვემდე არ ყოფნის ელექტრონების რაოდენობა. ამის შემდეგ 2-ს გამოვტოვებთ და აქედან ვიწყებთ P-ს. P მხოლოდ მეორე ენერგეტიკულ დონეზე იწყება, ხო? ამიტომ წერთ 2P, 3P, 4P, 5P, 6P, 7P. D-ს ვიწყებთ კიდევ 2-ის გამოტოვებით, 3, რადგან მე 3-დან იწყება D, 3D, 4D, 5D, 6D და ბოლოს F-ი კიდევ 2-ის გამოტოვებით, მე-4-დან იწყება 4F, 5F. და აი თქვენი შპარგალკაც მზად არის. ნებისმიერი ელემენტის ელექტრონული აღნაგობა შეგიძლიათ დაწეროთ ამ პრინციპით. ავიღოთ თქვათ ძალიან მაღალი ელექტრონების რაოდენობის მქონე ევროპიუმი, რომელიც უკვე F ელექტრონებსაც მოიცავს. 63-ია. ევროპიუმ ნომერი 63. მას ვიწყებთ. აქედან მარტო უნდა გვახსოვდეს მაქსიმუმ რამდენი ელექტრონი ეტევა თითო ენერგეტიკულ ქვედონეზე. S-ზე 2 ეტევა, ხო? ვიწყებთ აი როგორც ჩვეულებრივად ვკითხულობთ. პირველი S-ი 2-ით, 1 მარცხნიდან დავიწყებ რომ დამეტიოს, 1S-ი 2, შემდეგ 2S 2, შემდეგ იწყება მე-3, 2P 6 ელექტრონით, 3S-ი 2 ელექტრონით, შემდეგ 3P 6 ელექტრონით, 4S-ი 2 ელექტრონით, ჩამოდივართ ქვემოთ 4S-ის შემდეგ 3D-ა, ვაგრძელებთ აქედან მეტი არ ეტევა. 3D მაქსიმუმ 10 ელექტრონი ეტევა, ხო? 3D 10, შემდეგ არის 4P გვიწერია 6, შემდეგ 5S-ი 2, შემდეგ 4D 10 ისევ, 5P 6 ვაგრძელებთ ისევ აქედან 6S 2 და შემდეგ 6S-ის შემდეგ მოდის 4F-ი. F-ზე 14 ელექტრონი ეტევა. ამასობაში დავთვალოთ ელექტრონების რაოდენობა, რომ არ ავწდეთ. აქ გვაქვს 10, აქ გვაქვს კიდევ 10, 30, 48, 54, 16, 70 ელექტრონია. ეს უკვე 70-ია, ევროპიუმი კი 63, ამიტომ ამ F-ზე 14 ელექტრონი კი არ მექნება. მექნება 7-ით ნაკლები, არა? ანუ
4F7 და შეხედეთ ევროპიუმი არის F ტიპის ელემენტი, აი ამ ჯგუფში ლანთანოიდებშია გათასებული. ანუ მისი ელექტრონული აღნაგობა მთავრდება F-ზე. აი ეს თქვენი ევროპიუმი ჩვენი შპარგალკით დაწერილი. შეიძლება ესეთი არც დაგჭირდეთ, თუ თქვენ კარგად დაიმახსოვრებთ ამ სამ ძირითად პრინციპს, შეგიძლიათ დაწეროთ ზე პირადად ნებისმიერი ელემენტის აღნაგობა და სახლში მინდა ივარჯიშოთ რამდენიმე ელემენტის აღნაგობა დაწეროთ, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ მსგავს ელემენტებს, იყოს ეს მაგნიუმი, ნიკელი და ერთი უფრო დიდი რაოდენობის ელექტრონების მქონე დაწერეთ ოქრო ნომერი 79. ნახოთ დაგჭირდება თუ არა ამისთვის შპარგალკის გამოყენება. მადლობთ ყურადღებისთვის, დავამთავრეთ დღეს.